გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ლიეტუვას ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მინისტრი რობერტას კაუნასი ამბობს, რომ თუ კი უკრაინაში მშვიდობა იქნება, ლიეტუვა იქ რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს გააგზავნის. ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე, ჯერ მეგონა ხუმრობა იყო, რომ ლიეტუელმა მინისტრმა ასე უკბილოდ იხუმრა მეთქი, მაგრამ მე გამახსენდა, რომ ხუმრობა ლიეტუელების ყველაზე სუსტი მხარეა და ისინი ნებისმიერ ხუმრობას ებრძვიან, რათა სერიოზულნი გამოჩნდნენ მსოფლიოს თვალში. ხო და ბატონმა მინისტრმა ეს სრულიად სერიოზულად ბრძანა. არ ვიცი რა უდევს თავში ზოგიერთ უცხოელ მაღალჩინოსანს. უცხოელს კი არა, ჩვენს ზოგიერთ მაღალჩინოსანს რა უდევს თავში, ის არ ვიცი, უცხოელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ წარმოვიდგინე, ძალიან გამიკვირდებოდა მაგალითისთვის საქართველოს ამ დარგის რომელიმე მინისტრს, რომ ეთქვა N მეზობელთან, როგორც კი ომი დასრულდება, იქ ჯარს შევიყვანთო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენს მინისტრს ასეთი რამ თავში არ მოუვა, რომ თქვას, რისთვის უნდა შეიყვანო ჯარი მეზობელთან, თუ კი იქ უკვე მშვიდობა დამყარებულია დემოგრაფიის გაჯანსაღების მიზნით? არ ვიცი. ვიღაცა მითხრა, იმისთვის შეიყვანს ლიეტუელი მინისტრი უკრაინაში ჯარს, რომ რუსეთმა აღარ გაბედოს უკრაინაზე თავდასხმავა. მაშინ გასაგებია. თუ კი რუსეთი ერთხელ უკვე უკრაინიდან გასული მოbrunებას დააპირებს და იქ მას ცხელი ბალტიისპირელი ბიჭები დახვდებიან, თანაც რამდენიმე ასეული ცალი, რუსეთი რასაკროლია შეშინდება და ყურებ ჩამოყრილი უკან ჩელიაბინსკში გაიძურწება. მოკლედ, რას გაუგებ ბალტიისპირეთის იდუმალებით მოცულ ლოგიკას, არა? თუმცა განა ლიეტუელი მინისტრი მარტოა თავის უცნაურ განცხადებებში. გერმანიის ამხელა კანცლერმა მერცმა ძალიან საინტერესო რამ თქვა, რომ ის, გერმანია აუცილებლად განათავსებს თავის ჯარს უკრაინაში. და მერე მცირეოდენი პაუზის შემდეგ მორიდები დაამატა. თუ კი რუსეთი მას გერმანიას ამის ნებას დართავს. რა გამოდის, რომ რუსეთმა აჯობა ევროპას? ამას როგორ დავიჯერებ? როგორ შეიძლება 146 მილიონიანი მოსახლეობისა და 7 ტრილიონი შრომის მფლობელმა რუსეთმა აჯობოს 450 მილიონიანი მოსახლეობისა და 22 ტრილიონ დოლარიანი შრომის მფლობელ ევროკავშირს. რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. ან გაუგებრობას, ან ღალატს, მეგობრებო. მეკვნარი საბეჭდილება, რომ გერმანელი მერცი ღალატობს ევროკავშირის მაღალ იდეალებს. მეცმა ესეც არ იკმარა და დაასძინა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში მიაღწევს ბალანსს. აგერ ნახავთ, მოვა დრო და მერცი რუსეთს რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის წევრობაზე. და გერმანიის კანცლერის მხრიდან აშკარად აქვს ადგილი კაპიტულანტურ განწყობას. ამას სხვანაირად მე ვერ ავხსნი მის ამ სიტყვებს. ჯერ კიდევ გუშინ გერმანია და სხვა ევროპელი ქვეყანა იდგა იმ აზრზე, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა მიმდინარეობდეს. რომ არავითარი დათმოვა რუსეთს, რომ სანქციების ახალი ტალღა საჭირო და არც ერთმა უკრაინელმა არ უნდა უღალატოს ევროკავშირის წმინდა პრინციპებს. მაგრამ ეს გუშინ იყო და დღეს კი მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ კანცლერმა მერცმა რაღაც ისეთი რამ გაიგო, რაც ჩვენ არ ვიცით და ეს რაღაც ნამდვილად ევროკავშირის სასარგებლოდ არაა განპირობებული. გასაგებიცაა, ამერიკას ახლა დიდად აღარ ეუკრაინება, მან ახალი გასართობი ნახა, მაპატიეთ ასეთი ცინიკური სიტყვებისთვის. ამერიკისთვის ახლა ვენესუელა საინტერესო, გრენლანდია საინტერესო, აგერ კანადითაც კვლავ დაინტერესდა და უკრაინა კი სადაა? უკრაინა შორს არის და მას ევროპამ მიხედოსო, ალბათ ასე გადაწყვიტა დონალდ ტრამპმა. ისე დონალდ ტრამპი, როგორც მეჩვენება, იმ კატეგორიის იმპულსურ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებსაც რაიმე დიდხანს თუ არ გამოსდით, ინტერესი ეკარგება და ახალ საქმეს მიყოფენ ხელს. მეც ასეთი ადამიანი ვარ, მეგობრებო.
ასე რომ ტრამპის მესმის. მეც თუ კი რაღაცის კეთება დავიწყე და უცებ არ გამომივიდა, მე თავს ვანებ და ან მისტერ მასტერის დახმარებას მივმართავ ხოლმე, ან და ვცდილობ დავივიწყო ჩემი იაღლიში და სასეირნოდ გავიდე გარეთ. ყველაზე ცუდი კი ამ ამბავში არის ის, რომ ადამიანები ზარალდებიან. ხშირად მithქვამს, რომ უკრაინაში ჩემი ამხანაგები ცხოვრობენ და ზოგჯერ, როდესაც მათ შუქი აქვთ, უკავშირდები. ერთ კიეվել მეგობარს ამ დღეებში ვკითხე, როგორ ხარ ვოვიკ, როგორ უძლებ? და მიპასუხა, რა ვქნა? გაძლებას არავინ მეკითხება, ზივარ და ველოდები, როდის დამეცემა უმბარაო. აი ამის მოსმენის შემდეგ რა ხასიათზე უნდა იყოს ნორმალური ადამიანი. და მე ჩემს თავს ჯერჯერობით ნორმალურ ადამიანად მივიჩნევ და ამიტომაც ძალიან ვარ შეწუხებული იმით, თუ რა ხდება შუაგულ ევროპაში. თუმცა გავიმეორებ, ევროპელმა მაღალჩინოსებმა ისეთნაირად დაიწყეს ლაპარაკი, რომ მიჩნდება პატარა იმედი იქნებდა ამ უბედურებას მართლაც რაღაც ფინალისებური დაეტყოს. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდი.